გუშინ რომ გვესაუბრა ჩვენ და შეგეკითხათ ჩვენთვის, მე გიპასუხებდით იმას, რასაც ვიძახდი გუშინ და გუშინ წინ. ეს იყო 50-50-ზე. მე პირადად სრულიად არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ შეერთებული შტატები შემოგვიერთდებოდა ჩვენ ამ იერში, რომლის მიზანიც არის ბირთვული პროგრამის დასრულება ირანში. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი პრეტენზია არც ირანელი ხალხის მიმართ, ვისთან ჩვენ კაი დამოკიდებულება გაგვაჩნდა ყოველთვის ისტორიულად. ჩვენ არ გაგვაჩნია თავისთავად არანაირი პრეტენზია მაგათ ტერიტორიაზე და მაგათ ქვეყანაზე, იმიტომ რომ 2000 კილომეტრი დაშორებულები ვართ ერთი მეორესგან. და საერთოდ ძალიან გამეხარდებოდა მე პირადად რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ ტეჰრანში ჩავიდი ტურისტად, მოვინახულო, ფანტასტიკური ქვეყანა, ფანტასტიკური ისტორია გააჩნია. ამიტომ ჩვენი პრობლემა არის მარტო ბირთვული იარაღი იმ რეჟიმის ხელში, რომელიც დღესდღეობით იქ არსებობს. მეტი სხვა პრობლემა არ არსებობს. ამიტომ მე პირადად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შეერთებული შტატები შემოგვიერთდებოდა, რადგანაც იცით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის თუ შეიძლება ითქვას, აქამდე ახალი ხომ, არც ისე ახალია. საკმაოდ ბევრი ბიფურკაციის წერტილი გააჩნდა ამ ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ხანდახან ერთს იძახდნენ, სხვას აკეთებდნენ, ჩვენ ერთი მოლოდინი გქონდა მსოფლიოში, მათ სხვა მიზნები გააჩნდათ ალბათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს ღამე ტრამპმა გადადგა თავისი ისტორიული ნაბიჯი და ალბათ მე ვითხოვდი, რომ ამ თვეების განმავლობაში მე პირადად აღნიშნავდი, როგორც პირველ აქტს, რომელიც ტრამპმა თქვა და გააკეთა. აი ნამდვილად ესე მე ვერ ვიხსენებ ახლა რაიმეს, რაც თქვა ტრამპი შეგვირდა, იმიტომ რომ იყო შეპირებები თქვა ისრაელის მიმართულებით, ის რაც შეეხებოდა აზიის სექტორს, ის რომ ტრამპი ემუქრებოდა აზიის სექტორს, მე იძახდა იმას, რომ დავეხმაროთ, იცვლებოდა პოზიციები ტრამპის, მაგრამ რაც შეეხება ირანის პრობლემას, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ყველა ის დემონსტრაცია, რაც სამთავრობო დემონსტრაცია იყო, ხომ, ანუ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დემონსტრაცია, რეჟიმის მიერ დაჭერილი დემონსტრაცია, იქ სადაც იძახდნენ სიკვდილი ისრაელს, იქაც იძახდნენ სიკვდილი ამერიკას. კი ბატონო. აი ეს ორი ქვეყანა, რომელზეც იძახდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. მე არ ვიცი რაში სჭირდებოდა რეჟიმს ამდაგვარი პროპაგანდა, თუმცა კი ვიცი, მაგრამ მე ჩვეულებრივ ადამიანურად ვიძახი, რაში სჭირდებოდა, რადგანაც იცით, იმდენად მდიდარი ქვეყანაა ირანი. და მეორეს მხრივ იმდენად დაჩაგრულ მდგომარეობაშია მოსახლეობა, რადგანაც ის სიმდიდრე, რომელიც უნდა შემოსულიყო ნავთობისგან, გაზისგან ირანში, ამის ყველაფრის გამოყენება შეიძლება ეკონომიკის ფანტასტიკურ დონეზე დაყენებას. მაგრამ არსებობს გარკვეული კლანი, რომელსაც ქვია ალი ხამენეის კლანი, რომელმაც ჩაიჯიბა, ხომ, ეს რესურსები. მე ვიტყოდი, რომ პარალელურად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს სოფლიოში ძალიან ერთმანეთს წააგავს ეს ორი რეჟიმი, ეს არის ალი ხამენეის აეტოლების რეჟიმი და პუტინის კრემლის რეჟიმი. იქაც ჩაიჯიბეს მთელი ის რესურსები, რაც შეეძლო გამოეყენებინათ ქვეყნისთვის. მაგრამ როგორც ერთს, ასევე მეორე რეჟიმს გააჩნიათ მტრები, რომლებიც უნდა დაამარცხონ. ირანისთვის ეს იყო ისრაელი, რუსეთისთვის ეს არის უკრაინა. დღესდღეობით ირანი უკვე დამარცხების ვექტორზე იმყოფება. ეს მარტო დროის ფაქტორია, როდის დამარცხდება ეს რეჟიმი და მე იმედი მაქვს, რომ რუსეთს დღესდღეობით უკვე გამოეცვალა ესე იგი სახე და სულ სხვანაირად უყურებენ დღევანდელ მდგომარეობას. ნახოთ, სხვათა შორის სხვა იქნება, ხო შეშ. მარტო დავამთავრდით ჩემ აზრს. გუშინდელი მსოფლიო და დღევანდელი მსოფლიო ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თეთრმა სახლმა ძალიან დიდი ისტორიული ნაბიჯი გადადგა. კი ბატონო, და სხვათა შორის თქვენ ახსენეთ რუსეთის როლი ამ პროცესში და ხვალ იქნება შეხვედრა კრემლში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება სწორედ პუტინს, რაც ჩანს ცხადია, რომ სწორედ რაღაცა ფსონს დებენ რუსეთის მხარდაჭერაზე ამ პროცესში, არის რუსეთის მხრიდანაც ეს ფორმალური მხარდაჭერა, თუმცა უფრო მეტი იქნება თუ არა, ამას ალბათ დრო გვაჩვენებს და კი ბატონო, ნამდვილად სხვა მოცემულობაა და მე არ მგონია, რომ რუსეთს გააჩნია დღესდღეობით რაიმე აქტიური ნაბიჯები გარდა იმის, რომ გამოვა კიდევ ერთხელ ლავროვი, კიდევ ერთხელ იტყვის რაღაც სისულელეს, პესკოვი გამოვა და ორმაგვარ სისულელეს იძახის. მე ვიცი ფაქტიურად, ჩვენ ფაქტს რო შევხედოთ, გუშინ ღამე თეთრმა სახლმა, კერძოდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ გადადგა ის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც მაჩვენებელია, რომ ამერიკა ჯერ არ არის მკვდარი, ამერიკა არის ცოცხალი
და ალბათ ჯობს რომ როდესაც ტრამპის თავაზობს ვინმეს რომ მოლაპარაკება მოხდეს, ჯობს რომ მოხდეს. ეს ეხება ყველას, მათ შორის პუტინსაც.